რამდენად მეტად უნდა უსმინოს ხელისუფლება მთავრობის საკუთარ ხალხს, პრეზიდენტმა საკუთარ ხალხს, რამდენად მეტად არის საჭირო ვარჩაცმე. ხიდი, არ გაკეთდეს დიალოგი მთავრობასა და საზოგადოების ყველა თუნდაც ყველაზე პატარა ჯგუფს შორის. 7 ნოემბერმა ასევე გასწავლა, რომ საჭიროა ერთიანობა და ერთმანეთის გატანა, რომ კონდეს მართლა დემოკრატია. გვასწავლა, რომ ურთიერთიშობა ერთმანეთთან დაპირისპირება არ არის ჩვენი განსხვავებების და სხვადასხვაობის მოგვარების გზა. ეს არის ჩიხში მიმავალი იმაყი. ვფიქრობ, ერთი წელი გადის 7 ნოემბრიდან და ჩვენი გამოცდილება გამოვიდა და ბევრი რაღაცა საქართველოს შეიცვალა. ჩვენ ვართ ბევრად უფრო მომწიფებული, ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო წინწასული საზოგადოება, ბევრი გაკეთება. ის რასწავლა 7 ნოემბერმა და რა შეიცვალა 7 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე. არის საპარლამენტო ოპოზიცია 7 ნოემბრის წლისთავის აღსანიშნავად ემზადება და მასობრივ საპროტესტო აქციებს გეგმავს. სად იქნება 7 ნოემბერს საპარლამენტო ოპოზიცია? პროისულმა რეჟიმმა საკუთარ ხალხს მოუწყო ქიმიური გენოციდი. საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილების შესაბამისად ეროვნული წინააღმდეგობისა და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის ფორმატში საქართველოს ლეიბორისტული პარტია მიმდინარე წლის 7 ნოემბერს 14 საათზე პარლამენტის წინ იწვევს ყველა გულანთებულ მამულიშვილს. ეს არის ძალადობასთან ბრძოლის დღე. ეს არის ერის კონსოლიდაციის დღე. დღე ადამიანის უფლებებისთვის. დღე სწორი და გაჯანსაღებული ბიზნეს გარემოსათვის. ეს არის დღე პოლიციური აპარატის წინააღმდეგ. ეს არის ზოგადად ღირსების დღე. საქართველოს კონსერვატიული პარტია უერთდება 7 ნოემბრის ორგანიზებას, არა მარტო უერთდება, არამედ მიიღებს აქტიურ მონაწილეობას როგორც ორგანიზებაში, ასევე დაგეგმვის საკითხებშიც ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ყველა ჩვენ კოლეგა ოპოზიციონერთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 7 ნოემბერი არის ძალადობის აქცია და ბუნებრივია ახალი მიმართულებები ამ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქციაზე მოვა ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ერთადერთი გამოსავალი და ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს აი ამ მძიმე ვითარებიდან გამოიყვანს, ეს არის დემოკრატია, დემოკრატიული გზით ჩვენი ქვეყნის განვითარება. ბევრისთვის ეს გარდამტეხი თარიღი, ბევრისთვის ნიშანდობლივი თარიღი. უბრალოდ მე ვისურვებდი, რომ ადამიანები არ იყვნენ მხოლოდ ამოფარებულები. და როცა ამ ფარით საუბრობენ, მოიფიქრებენ, რომ ეს არის მხოლოდ 10 აღსანიშნავი თარიღი. ეს და ჩვენც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვიყავით ამ დღის აქტიური მონაწილეები, როგორც ჟურნალისტები. ამიტომ ამ ტელეემისთან დაკავშირებით ხადია ეს პროცესი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის 7 ნოემბერი არის იმედი. იმედის შემოვარდნა, იმედის დახურვა, პირველ რიგში ალბათ თუ რაღაც ფორმით ჩვენ აღვნიშნეთ, ის ხდება დაკავშირებული ალბათ ტელეემისთან. 2008 წლის 7 ნოემბერი მხოლოდ თარიღის აღნიშვნა თუ ახალი საპროტესტო ტალღის დასაწყისი. როგორ იმოქმედებს ოპოზიციის გეგმებზე საგარეო საფრთხე და გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება რუსულ ფაქტორს ოპოზიციის გასა ნეიტრალებლად? ეს საქართველოს იმყოფება დიდი პრობლემის შემოვლების ქვეშ. თბილისის თავზე განა გას ძალიან აგრესიული და ძალიან პოლიტიზებული. იმისაც რომ არ დაღომართოს ამ აგრესიამ,
იმისაც რომ ვერ გაიმართოს ბოროტება, ახლაც შეგვჭირდება ერთიანობა ისე როგორც არასდროს ჩვენი ძალა არის ერთობაში, ჩვენი ძალა არის ჩვენს შემართებაში. როგორი იქნება 7 ნოემბერი 1 წლის შემდეგ დღეს თოქ-შოუში ბარიერი? საღამოშობის მოგესალმები ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერშია პროგრამა ბარიერი. მე ალექსანდრე ელისაშვილი გახლავარ ჟურნალისტი. დღეს გადაცემის სამყარო სწორედ მე ვიქნები. როგორ იქნება 1 წლის შემდეგ 7 ნოემბერი, როგორ იქნება 2008 წლის 7 ნოემბერი? ცნობილია უკვე წინასწარ რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია მოსახლეობას მოუწოდებს პარასკევს 7 ნოემბერს 14 საათზე პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირზე ისევ და ისევ შეიკრიბოს. არასაპარლამენტო ოპოზიცია ჯერჯერობით ფიქრობს რა ფორმით და როგორ მიიღებს ამ აქციაში მონაწილეობას ან მიიღებს თუ არა საერთოდ აქციებში მონაწილეობას. ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, ვიცით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, რომ ხელისუფლებამ დასკვნები გამოიტანა შარშანდელი 7 ნოემბრიდან, თუმცა იქვე არის მინიშნება, რომ მაშინ, როდესაც თბილისის თავზე, ეს პრეზიდენტის სიტყვებია, განან რუსული ტანკები, ახლა ყველას ერთობა გმართებს, ანუ მინიშნება იმის თაობაზე, რომ ახლა არ არის საჭირო ახალი ხალხმრავალი აქციები რუსთაველის გამზირზე. აი ამ თემებზე ვისაუბრებთ, შარშანდელ და წელს დაგეგმილ 7 ნოემბერზე ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად. მოგესალმებით, დიდი მადლობა. წარმოგიდგენთ სტუმრებს ქალბატონი ეკა ბესელია, ბატონი კობა დავითაშვილი, გია საგარეიშვილი, ეკა ხერხეულიძე და ლევან ვებხვაძე. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. კიდევ და კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოგესალმები დაარბაში მსვლელ ადამიანებს. ბატონ კობა, პირველი კითხვა მეცნობა თქვენთან. ახლა როდესაც ახალგორში თბილისთან დაახლოებით 40 კილომეტრში რუსები სანგრებს წრიან, შეყავთ ჯავშანი ტექნიკა, შეყავთ შეუმცენები. არის თუ არა დრო იმის, რომ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, იმ ნაწილმა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, გამართოს აქციები მოითხოვოს, დასვას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, პრეზიდენტის იქნება თუ სხვა და საერთოდ პოლიტიკური მოთხოვნები წარუდგინოს ხელისუფლებას. მე მგონი ყველაზე დიდი გულისწყრიული სწორედ ეს არის დღეს ქართველი ერის, რომ ახალგორში დგანან რუსები, რომ იქ მოსახლეობის აქტიურად ხელახალი ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს, მათ თხოვენ ან პასპორტების სიტყვით მიღებას რუსულის, ან დატოვებას ამ ტერიტორიის, უკგალავენ მშობლიურ ენაზე სწავლას და მიმდინარეობს შიდა ქართლში, ესე ვთქვათ, საქართველოს წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა უკვე მორიგი და ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა ხელისუფლება, რომელმაც მიიყვანა აქამდე საქმე და რომელმაც, ასე ვთქვათ, მარცხი მოუტანა საკუთარ ქვეყანას. არ უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. მე ძალიან კარგი ახლა, როდესაც ის არის საფრთხე რეალური. ყველა საზოგადოებაში საუბრობს იმის შესახებ, რომ ნოემბერში არა, ან დეკემბერში რუსული. სწორედ იმიტომ, რომ საფრთხე ძალიან დიდია, სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება საფრთხის მომენტში როგორ იყავს ქვეყანას, ბევრწილად განაპირობებს ეფექტურობას ამ ქვეყნის მოქმედების და სწორედ იმიტომ, რომ ამ ასე ვთქვათ ხელისუფლების პირობებში, რომელთანაც თვითონ არ იცის ხვალ რას გააკეთებს და შეიძლება მორიგი ისეთი შეცდომა დაუშვას, რომელიც კიდევ უფრო მძიმე შედეგად დაგვიდგეს, სწორედ ამიტომ უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. პასუხისმგებლობის საკითხი ჩვენ მახსოვს ვსვავდით პასუხისმგებლობის საკითხს ედუარდ შევარდნაძისა იმის გამო, რომ მან დაკარგა აფხაზეთი. ჩვენ ვაკონტროლებდით ამის შემდეგ აფხაზეთის 1/3-ს, როგორც გვეუბნებოდნენ კოდორის ხეობას და სამაშაბლოს 2/3-ს. დღეს დაიკარგა აფხაზეთის ეს დარჩენილი 1/3 და სამაშაბლოს 2/3. ამაზე ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში დადგებოდა და ჩვენთანაც დადგება ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. ხალბატონო, რა მოთხოვნები იქნება 14 წელზე რომ ყავშეკრიბოს ოპოზიცია. მოდით პირველ რიგში მე მაინც მინდა დავიწყო მოთხოვნებამდე იმ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხით, რატომ 7 ნოემბერს მიუხედავად მოცემულობისა და მიუხედავად საფრთხეებისა, რომელიც არ განეიტრალებულა. მე მინდა გავაგრძელო კობას აზრი. ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიცხოვრეთ აი ამ შიშის და მოლოდინის ქვეშ, რომ არ დაგვეკარგა ის ტერიტორიები, რომლის დაკარგვის პოტენციური საფრთხე არსებობდა, თუმცა არსებობდა იმის რეალური შესაძლებლობა პოლიტიკური და სამართლებრივი რესურსების გონივრულად გამოყენების შემთხვევაში, რომ ეს ფატალური შედეგი არ მიგვეღო. ამიტომ ყველაზე მეტად ვიცით გვეშინოდა ჩვენი შედეგი უკვე დაგვიდგა, ჩვენ და საუბედრო ჩვენი ტერიტორიები ამ ხელისუფლების უგუნურობის არასახელმწიფოებრივი აზროვნებისა და გადაწყვეტილებების გამო ეს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ და საქართველოს დიდი ნაწილი დღეს ოკუპირებულია.
ამიტომ ყველაზე დიდი საფრთხე დღეს ჩვენთვის, ქვეყნისთვის, როგორც საგარეო თვალსაზრისით, ასევე საშინაო თვალსაზრისით. რა გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა რუსეთის აგრესიის საფრთხეები ბუნებრივია და თეორიულად მაინც არსებობს, ყველაზე დიდი საფრთხე არის მაინც ეს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილებები, რომ იქნეს ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანო და უკიდურესად ტრაგიკული. ამიტომ 7 ნოემბერი ბუნებრივია ერთ-ერთი მთავარი. ჯერ ალეკო მინდა გითხრათ, რომ 7 ნოემბერი თავისი დატვირთვით, თავისი ემოციური და ზეობრივი